კი ბატონო. რაც შეეხება კუბდართან დაკავშირებულ გია ბარამიძე და კუბდარი, რა თემაა ეს? კი ბატონო, ამას მოგახსენებთ. ეს იყო უკვე სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და სახლში ბაბუაჩემის უკვე ცხედარი იყო, რომელიც იწვებოდა. ამ დროს გია ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და იმასაც კი ამბობს, რომ არის ინტერვიუსაც ამბობს, რომ ვითომ არ ესწრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში ის იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს და ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებით, რომლებიც ჩვენს სახლთან ამ სპეცოპერაციის შემდგომ ჩვენებებში რას გულისხმობთ? ვის მისცეს და რა პირობებში ამ მეზობლების ჩვენებები? პროკურატურას აქვს ეს ჩვენები. კი ბატონო. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალები, ვინც იქ შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა მათთვის, რომ სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცითო და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო. ესეც კი იკადრა, მაშინ როცა წინ სახლი იწვებოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხი აფრასიძის ცხედარი იყო ქუჩაში დაცხრილული მათ მიერ. ამ დროს მინისტრი ითხოვს კუბდარს. კი ბატონო, ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს. ასე აიხსნება ის სათაური, რომელიც დარჩა გიორგი ბარამიძის პოლიტიკაში თანდევად.